Babu, rasul gavdu baba najaxi. Babu, mavitsunda tu da sibere mara ჯერ მაინც შემიძლია ბაბუ მუშაობა. გაიზარდეს. სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყოს სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს. ჰერმა ჰესეს ამ სიტყვებს მინდა მოვაყოლო პატარა ამბავი. ადამიანი, რომელზეც ფილმში გიამბობთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბჟინებში ცხოვრობს. ხანდახან თუ ჩამოგვივლის ხოლმე ჩვენი ავთო ბაბუა. გაიხარეთ, დაინაწილეთ. თუ არ მოგივიდეთ. როგორი მოგზაური წაში? დავდანდით. ძალიან კარგად. ცოტა დავიღალე, მაგრამ თქვენი აჯექით აბა დაისვენეთ. დავდანდით შემოერასდი. აბა მომიღებით, რა ხდება ახალი ამდენი. რა ხდება, აბა შეგვიდეთ. კინო, თემალი, ყველაფერი მოსკო, ხო? დედარანი წელიწადია. რა სიზამ, ბუნებას ჩვენ ვერ შევცვლით. ნადირი თვარი, ნადირი სოფთაში. სიმინდი როგორია? დაათვირამე ჩამოდი. საყოლიებელი აღარაფერი ყავს და ნადირი მაგრამ არ მაინც. დაათვი შემოსულა ხო მეზობელს ხარი შეუჭამა. ჩვენი ავთო ბაბუა გულგახსნილი და მომღიმარი მოხუცია. ის ჩვენგან შორს ცხოვრობს. ხანდახან თუ ჩამოგვივლის ხოლმე. ხან წაბლი მოაქვს, ხან სოკო, ხან კიდევ ახლად მოსული სიმინდი. მას მიტოვებულ მთიან სოფელში პატარა სახლი აქვს, სადაც გაიზარდა და ასევე გაზარდა თავისი 4 შვილი. იყო უამრავი შრომა, შვილების გაზრდა, მათი სწავლა და ოჯახება. წელიწადში 1-2 პატარა შვილიშვილები ჩამოუდიან. მოვდივარ, ბაბუ, მოვდივარ, რომელი ხარ? ხმაზე ვერ გიცანი. ბაბუ! ჰო! მოდი ჩემო გამხარებელო, მოდი. მოვედი, ბაბუ. ნელა გადმოდი, ბაბუ, ნელა. მე მუხლებში აღარ შემიძლია. მოდი. როგორ ახალ, ბაბუ? ო, გაჟივით, ბაბუ, გაჟივით. შენ რო გაათიქნები, მეც გაათიქნები. გაუმარჯოს საქართველოს. ამაზია ჩემი კუთხე, ჩემი ღიპური. სინწყაროზე რაჯობია პური ჭამასა. დამასხი ერთიც უნდა დავლიო, ეს ცხოვრება სიხარულში გავლიო. აშები, მაყვას გიგავსვალები, ვალი მაღალ საუდგება, მე შენგენად სვალები. აშები, მაყვას გიგავსვალები, ვალი მაღალ საუდგება, ყველას ვენად სვალები. ხილი ფუჭდება, წამღები არ არის, ვერ წაიღებ ბაზარში რო გაყიდო. ეხლა 10-იანებს უფრო წერენ თუ 5-იანებს? უფრო 10-იანებს, ბაბუ. ჩემ დროს 5-იანები იყო, ბაბუ. არ ზენია, არც გზა არის, აღარც ხალხია. მარტო დაგვრჩა დათვი და მგლები. მოქმედა, ბაბუ. მე არ შეშინია რომ შემჭამონ მე, ბაბუ. სოყო ერთი პარტია მეილია, ახლა მეორე მოვა, ბაბუ, ნიყვი. სოფელი ბჟინევი, რომელიც ერთ დროს ყავოდა და წითელწიგშიაც იყო უფროსებს აქვს ნათქვამი შეტანილი. მოდიოდა ყველაფერი, თაფლი, ლობიო, სიმინდი, ყურძენს მარანში გარიბარებდნენ შავ ყურძენს, ადესას და ამას. ჩაას ხამდნენ და სუფთას სვამდნენ, მერე პატარა ჭიხის, ეს ყველაზე დიდი უბანია. აქ იქნება 5-6 გლეხი. არა, ქვევიდან კი ამოდიან აქ სასულიერად სამუშაოდ, მაგრამ ძირითადი მაცხოვრებელი არის 6, 7 გლეხი. 100 არის გაღმა უბანი. ჩემი უბანი ხო წეიშალა, ბაბუ. მარტო ვარ და ხმის გამცემის მენატრება ხონა. რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის სევდა. სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არ ყოფნის სევდა.